მშობლისთვის შვილის აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია. ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვართ მოტივირებულები, ჩვენი შვილები კეთილსინდისიერ ადამიანებად აღზარდოთ, ჩამოვუყალიბოთ სწორი თვითშეფასება, დავეხმაროთ თვითრეალიზებაში. თუმცა, ამავე დროს ხშირად გვიჭირს ჩვენი ემოციების კონტროლი და თუ ბავშვი მცირედით მაინც რაღაცას ისე არ გააკეთებს, როგორც ჩვენ გვსურდა, მომენტალურად ვირჩევთ ყვირილის მეთოდს იმისთვის, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგი მივიღოთ. სწორედ ამიტომ დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ყვირილს ბავშვის განვითარების ეტაპზე და როგორ შეიძლება ის მის თვითშეფასებაზე აისახოს. ამ თემაზე სასაუბროდ ვესტუმრეთ წიგნის კაფე ბიბლუს და ბავშვთა ფსიქოლოგი ნინო ბუაძე გაგვესაუბრება თემაზე, რომელიც ვფიქრობ ყველა მშობლისთვის და რა თქმა უნდა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგესალმებით ნინო, მადლობა რომ კიდევ ერთხელ ხართ ჩვენი რესპონდენტი და დღესაც არანაკლებ მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვილაპარაკოთ. ეს არის ყვირილი, ჩხუბი და მისი გავლენა ბავშვებზე. ზოგადად რაღაცნაირად ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყვირილი და ჩხუბი აღზრდის ერთ-ერთ მეთოდად მიიჩნევა. მართალია ბოლო პერიოდში ცოტათი შეიცვალა დამოკიდებულებები საბედნიეროდ, მაგრამ მაინც რჩება ადამიანთა კატეგორია, რომელიც ამას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს და საერთოდ არ ფიქრობს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება ბავშვს სამომავლოდ მოუტანოს ბავშვობაში მშობლის მიერ ყვირილმა და ჩხუბმა. მოდით სულ თავიდან დავიწყოთ სწორედ ამიტომ და ნიშნოთ მიზეზები ჯერ რატომ ვუყვირით ბავშვებს და შემდეგ უკვე გავისაუბროთ იმაზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა მათზე. მადლობა თაკო ამ თემის ამოწევისთვის და აქტუალიზაციისთვის. გეთანხმებით, ნამდვილად შეიცვალა მოცემულობა მშობლების, ეს განაპირობა ფსიქოგანათლებამ, ეს განაპირობა უფრო მეტად საკუთარი თავის შეცნობამ, გაცნობიერებამ მოკლედ. რა არის ის, რის გამოც ვიწყებ ყვირილს? იმისთვის, რომ რაღაცნაირად ესეთ პასუხები გავცეთ ყველაფერს, კარგია რომ გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა. აი ბავშვობაში ყვირით ისეთ რამეზე, რაც მარტივად ვერ მივიღეთ. არ დამიკმაყოფილეს ხო, თქვათ რაღაც სათამაშო ვერ მივიღე, საკვები ვერ მივიღე, დროულად ვერ მივიღე, მოკლედ რაღაც იმედები გამიცრუდა და ასე შემდეგ. ეს მექანიზმი არ იცვლება ზრდასრულთანაც. ანუ მაშინაც იმიტომ ვყვირი, რომ რაღაცა ჩემთვის სასურველი არ მოხდა. რაღაც მოლოდინი მქონდა, რომ ეს ამას შეასრულებდა, თქვა დავალებას დაწერდა, ისე ითამაშებდა, რომ მე ამ სათამაშოებს მიიტანდა თავის ადგილას, ან დაასრულებდა საკვებს, არ აქვს მნიშვნელობა თემას და ეს ჩემი მოლოდინები არ გამართდა. ანუ რაღაც არ დაკმაყოფილდა, მაგრამ ყვირი იმიტომ, რომ ზრდასრულის და ბავშვის სხვაობა ხო ის არის, რომ ზრდასრული როცა ვარ და მშობელი როცა ვარ, რაღაცებს უფრო ვაცნობიერებ და ემოციების თვითრეგულირება წესით უფრო მეტად უნდა იყოს წინწასული, ვიდრე თქვა 2-3 წლის რომ ვარ ხო, სადაც ვერბალური რესურსი იმხელა არ მაქვს და ჯერ დასწავლილი არ მაქვს ეს ჩემი ემოციების რეგულირება. ამიტომ ვადანაშაულებთ ესე ვთქვათ ზრდასრულს ახლა ჩვენ რომ რატომ ყვირის ზრდასრული. გამკლავების მექანიზმი იმედგაცრუებასთან მხოლოდ ეს დარჩა. ზოგჯერ გაგვიგია რომ იცი ყველაფერი ვცადე. ესეც ვცადე და ბოლოს ეს დამრჩა გამკლავების მექანიზმი, იმიტომ რომ მხოლოდ ეს არის ის, რაც განაპირობებს შეწყვეტას ამ ქმედების, ხო? ხო, თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც ვთქვათ არსებობს მშობელთა კატეგორია, ვინც არ ირჩევს ამ მეთოდს, როგორც ვთქვათ აღზრდის რაღაც კონკრეტულ ნორმას და მართლა ყველა მეთოდს მიმართავს გარდა იმისა, რომ იყუროს. თუმცა სამწუხაროდ ხდება ცხოვრებაში ისეთი მომენტებიც, როდესაც ვერ ვუწევთ თავს კონტროლს და ჩვენ გაუცნობიერებლად ვუყვირით ბავშვს. და მერე უკვე იწყება ის ფიქრი, რომ რატომ ვუყვირე მას ხომ ესმის ისედაც ჩხუბის და ყვირილის გარეშე და რატომ გავაკეთე ეს. თუმცა ამ მოცემულობას ვეღარ ვცვლით. ჩვენ მაინც გამოდის რომ ფაქტის წინაშე ვდგავართ უკვე ვუყვირეთ და ამან კონკრეტული გავლენა იქონია ბავშვზე. რა საფრთხეებს ხედავს ბავშვი ამ დროს? როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი მასზე? როგორც ვიცი, შეიძლება ფიზიკური, ფსიქიკური, ჯანმრთელობის პრობლემებიც კი გამოიწვიოს ყვირილმა, ხომ ბავშვი? ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. გავაგრძელებ იმ ნაწილს და გადმოვალ ამაზე აუცილებლად.
აუცილებლად, ანუ ის რომ მშობელი ყვირის სხვა გზა არ აქვს, აქ რომ არ დარჩეს ჯობია. ხდები? ანუ აი ყველაფერი ცადა და ბოლოს ყვირის, ანუ არ მინდა მაყურებელს დარჩეს განცდა, რომ აი ხო, აი იმიტომ ყვირის, რომ სხვა გზა არ აქვს და რაღაც ყველაფერი ამოწურა, ხო? რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი, ყველას გვიყვირია და არის რაღაც ქცევები, რომელიც არც განიხილება, მაგალითად ბავშვი ითხოვს, რომ ავიდე აივანზე, არც განიხილება, გვცადოთ და ესე ვქნათ და ისე ვქნათ, ყველაფერი ვცადე და ბოლოს ეს ხო, ანუ რაღაცები არის არც განიხილება, არ არის აქ ან ესე. შესაბამისად, აქ შეიძლება ვიყვირო და ბუნებრივია გახდეს ეს ჩემი ემოცია ბუნებრივი, მაგრამ თუ კი ვხედავ რომ ყველა შემთხვევაში ბავშვი ითრგუნება, იმიტომ რომ ხმის აწევა რას აგრძნობინებს ბავშვს, რომ მე ვარ დომინანტური და მე შემძლე ვარ ყველაფრის და მათ შორის შენ შემიძლია რაღაცები შეგიზღუდო და კიდევ უკიდურესი რაღაც ნეგატიური, ხო? აქ შეიძლება შემოვიდეს მე ეს მოცემულობა რომ ბოდიში რომ გიყვირე. ხო? ეს ისევ არ განიხილება რომ შენ ამ თაროზე აწვრები თუ აივანზე, მაგრამ ბოდიში რომ ხმამაღლა გითხარი. ბოდიში არის ძალიან დიდი შესაძლებლობა რეალურად. თქმა უნდა ცვლის და პლუს ერთი რომ ცვლის ამ დამოკიდებულებას მშობლის და მშობელი ისევ უსაფრთხო ხდება ჩემთვის. კიდევ სწავლობ იმას რომ მშობელსაც შეიძლება ეშლება და მეც რომ მე შემეშალა, ესეც ნორმალურია. ხო? ეს მეორე საკითხი არის ის, რა ხდება თვითონ ბავშვში ამ დროს, როდესაც ვუყვირი. რა ხდება და ჩვენ გვაქვს ესეთი თავის ტვინში ამიგდალა, რომელიც პასუხისმგებელი არის ჩვენი ემოციებზე. პირველი ის, რომ შეშინდა ბავშვი, სტრესი აქვს, სტრესის ჰორმონი განაპირობებს იმას, რომ მას უწყდება სხვა ფუნქციები, მაგალითად რაღაცის დაგეგმვა, აზროვნების პროცესი, მეტყველების ნაწილსაც ეხება, ხო, ანუ სხვა ფუნქციური უნარები შეიძლება ამ სტრესმა ჩაყლავოს. აი, როგორც შავი ფერი გადაეფარება სხვა ფერებს და ყლავოს, ისე შეიძლება, ხო, და ამიტომ, როდესაც ბავშვი სტრესულ გარემოშია, იქ ახალი ინფორმაციის ათვისება, ცნობის მოყვარეობა, ნების ყოფა, ყურადღების კონცენტრაცია, ეს ნაწილები აბსოლუტურად ამ შავმა ფერმა მოიცვა. ხო, და სტრესის ჰორმონი, ხანგრძლივად ამ სტრესის ჰორმონის ზეგავლენა და სტრესის ზეგავლენა ცხადია მერე იწვევს ზუსტად იმას, რომ ბავშვი აღარ არის ფუნქციური, ბავშვი აღარ არის ყურადღებით, ბავშვს უჭირს სასწავლო პროცესში რაღაცის ათვისება, ცნობის მოყვარეობა, ხო, ესეთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა. მშობელი და ბავშვის ის და ბავშვს აქვს რაღაც სათამაშოები წინ და შემოდის მეორეც და ბავშვი არის ცდის პირი და მამასთან ხმამაღლა იწყებს კონტაქტს, მშობელთან ხმამაღლა იწყებს კომუნიკაციას და ბავშვი ანებებს თამაშს პროცესს. აი ეს პირდაპირ მას კი არ ეხება არავინ, ხო? ანუ მას სათამაშოები უვაგია წინ, ის ძალიან ცნობის მოყვარეთ ეცნობა, შლის, აწყობს და მეორე ადამიანი შემოდის კონტაქტში მშობელთან და არა მასთან. და ყვირილის ფონზე ბავშვი ჩერდება და ანებებს თამაშს ამ პროცესს. აი დაახლოებით ეს პროცესი ხდება. სამყაროსთან კონტაქტში აღარ შედის, საფრთხის შეგრძნება აქვს, პატარავდება. მით უფრო, როდესაც მშობელი, რომელიც პირველი უსაფრთხოების გარანტია მისთვის, ხო? მშობელი ნამდვილად. ხო, და ის საფრთხის ქვეშ თუა, ან მისთვის საფრთხეს თუ წარმოადგენს, კიდევ უფრო მძაფრია, რა თქმა უნდა, მისი თვითახკმა. ხო, თვითახკმაში შემოდის ბავშვის თვითახკმაში, ასაკს გააჩნია ვინ ვარ, არ ვარ სასურველი, ცუდი ვარ, შეფასებული ვარ და ყველაზე მთავარი ბავშვს აქვს საოცარი უნარი, ისევ როგორც დასრულს, შეასრულოს ის როლი, რა როლიც მიაწერეს. უზრდელი ხარ, თავხედი ხარ, ცელქი ხარ, ამის შემოქმედებითი გახსნა უკვე მისი კომპეტენცია. რეალურად შეიძლება რომ ამ ქმედებით ჩვენ წამხალისებლებიც კი ვიყოთ ამ უარყოფითი ქმედების, ასე გამოდის. რაც შეეხება მისი სოციალიზაციის პროცესს, ხო, როდესაც ბავშვი იწყებს უკვე თანატოლთან, დედმამიშვილთან, ან მშობელთან კომუნიკაციას, ეს ქცევა მისთვის არის წამყვანი, იმიტომ რომ მან ესე დაისწავლა. ემოციების თვითრეგულირება ზუსტად ესე ახდენს ბავშვი აი ამ ტიპის დასწავლით, რომ დედა რო ბრაზდება ყვირის, ესე იგი მეც რომ გავბრაზდები, მეც უნდა ვიყვირო, ხო? მამა რომ ბრაზდება, რაღაცა ისვრის და მეც ესე უნდა ვისწავლო. თუმცა აქვე ვიტყვი რომ თუ კი ვთქვათ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებებში ხშირად ესე ვთქვათ მიაწერენ ხოლმე ბავშვს, აი ეს ბავშვი რატო ყვირის, ესე იგი სახლშიც ყვირიან, ესე არ არის, ხო? შეიძლება ბევრი მულტიფაქტორული იყოს მისი ემოციების რეგულირების. მაგალითად არ არის სიტყვათა მარაგი.
ხო, არ აქვს სიტყვათა მარაგი და ჯერ ვერ ახდენს ვერბალიზებას თავისი მოთხოვნილების და სურვილის და ვერანაირად ვერ გამოხატა და ბოლოს გადაწყვიტა რომ უკბინოს მეორე ბავშვს. გასაგებია. ნინო, აგრესია და ყვირილი რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან? გულისხმობ მშობლის მიერ ბავშვზე ყვირილი, რომელმაც შესაძლოა მასში აგრესია გამოიწვიოს. ერთი ის რომ აგრესია ყოველთვის არ ნიშნავს ყვირილს, არ უდრის ყვირილს, მაგრამ თუ კი აგრესია გამოვლინდა ყვირილით, ბავშვთან მოდის ესეთი მესიჯი, რომ მე არ ვარ კარგი და ის ვარ, რასაც მეძახის, ხო? უტვინო, ჯიუტო, ნუ რა სახელიც მომაწერეს, ხო? მე არ ვუყვარ ვარ და მე რომ გავიზრდები, სამაგი დავსჭი. მშობლის მიმართ შეიძლება განცდეს ეს გაჩნდეს ეს განცდა. მოვექცევი მას. საინტერესოა და რა სახით შეიძლება გამოვლინდეს? აი მაგალითად უკვე გაიზარდა ბავშვი, მას ჩარჩა ეს ყველაფერი გონებაში და რა შეიძლება ამხელა დროც არ გაიაროს ამ ამბავმა, ამხელა გზა არ გაიაროს ამ ემოციამ, შეიძლება ძალიან მარტივად გამოვლინდეს მაგალითად არასასურველი ქცევით. არასასურველი ქცევით, ხო? თქვათ გააფუჭა მისთვის საყვარელი ნივთი აიღო, იცის რომ დედა მოთხრა რომ ეს საშე არ უნდა გაუცნობიერებლად აკეთებენ თუ უკვე გაცნობიერებული აქვთ ეს? შეიძლება იყოს გაცნობიერებულიც და გაუცნობიერებელიც ქცევა. აიღო მისთვის საყვარელი ნივთი, გატეხა. იცის რომ დედამ ეს ნივთი მოიტანა და თქვა რომ ამას ხელი არ მოკიდოთ, ეს ჩემთვის ძვირფასია, მაჩუქა ამან და ავიღებ და იმას გავაფუჭებ ზუსტად რაც დედამ თუ მამამ მითხრა რომ არ შეხო, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც საერთოდ არც უკვირდებით. ნინო, ასევე ძალიან საინტერესოა, რადგან ყვირილსა და ჩხუბზებს საუბრობთ, მოდი აქვე მაინც ვისაუბროთ იმაზეც, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ოჯახში, როდესაც ძალადობა. შეიძლება ეს ფიზიკური არც იყოს და ხშირად, როდესაც ფიზიკური არ არის, მორალური ძალადობა ბევრისთვის გაუცნობიერებელია ხოლმე. მაგრამ აი რადგან ყვირილზე და ჩხუბზებს საუბრობთ, ამ კუთხით ვისაუბროთ, ხო? აი, როდესაც ძალადობას უშუალოდ უყურებს ბავშვი, რა ასაკიდან აცნობიერებს უკვე თავად ბავშვი და რა ასაკიდან აქვს გავლენა მასზე ოჯახში ძალადობას? ოჯახში ძალადობას გავლენა აქვს მათ შორის მოცლად ყოფნის პერიოდშიც. ემოცია არ არის უბრალოდ რეაქცია. ხო, რაღაცა დავინახე და გამიხარდა. ხო, ეს არის მთელი ფიზიოლოგიური პროცესი. ბედნიერების ჰორმონი, კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი. ანუ ეს არის მთელი ფიზიოლოგიური პროცესი, არ აქვს მნიშვნელობა მე ამას სახელს ვარქმევ თუ არ ვარქმევ. ხო, ის რომ ჩემში ხდება ფიზიოლოგიური ძვრები და მე ცუდად ვარ, მუცელი მტკივა, თავი მტკივა, გავწითლდი, დაჭიმული ვარ, დაძაბული ვარ, ფიზიოლოგიურადაც სტრესში მყოფი ბავშვები, ხო, აი ესეთი კვლევაა ჩატარებული, ბავშვთა სახლში გაზრდილი ბავშვები ფიზიკურადაც პატარები არიან. ფიზიკური მახასიათებლებითაც ჩამორჩებიან, ამიტომ ავტომატურად განიხილავდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტიპიური ყოფილიყო მათი აკადემიური ნაწილი და სხვა ფუნქციური უნარები, ინკლუზიურ განათლებად მიიჩნევდნენ მათი ჩართულობა, სხვა სპეციალისტების ჩართულობასაც გულისხმობს, თუ კი სხვა შემთხვევაში ტიპიური ბავშვების განვითარებაში არ ერთვება პედაგოგის გარდა სხვა გასაგანმანათლებლო პროცესში, ამ ბავშვებთან ერევიან სხვა სპეციალისტებიც, ხო? შესაბამისად, ბავშვი, რომელიც იყოფება ხანგრძლივად და კიდევ აქვს მნიშვნელობა რა სიღრმეა ამ სტრესის, ხო? როგორი მხარდამჭერი გარემოა, რამდენად არის ვინმე ჩართული, ვისაც შეუძლია რომ გამოიყვანოს ამ პროცესიდან, ან შექმნას რაღაც სხვა ხატი მამის ან დედის, ხო, აი ესე ძალიან ღირებული. ამ შემთხვევაში აი ეს ნაწილი, ხო, როგორია მისი ველი განსაზღვრავს მის როგორც ფიზიკურ, ისე სოციალურ, ისე ფსიქოლოგიურ განვითარებას და ტემპს. ნინო, შესაძლებელია თუ არა, რომ ყვირილმა გამოიწვიოს დეპრესიისა და შფოთვისკენ მიდრეკილება? შესაძლებელია, არის ძალიან კარგი სიტყვა. ხო, ანუ რაღაცას არ უდრის ადამიანში. ხო, რატომ არის რომ ერთი და იგივე გარემოში ერთი ბავშვი ზიანდება და მეორე არა. ვიღაცა ახერხებს რომ გაარღვიოს ეს გარემო და ეს ველი და ვიღაცა ვერ ახერხებს, რჩება ის ნაწილი, ხო? ავტომატურად ძალადობის მსხვერპლი ბავშვი მოძალადე არ არის. მაგრამ რა თქმა უნდა, რისკი რომ შეიძლება მსხვერპლი ბავშვი იქცეს მოძალადედ მაღალია. ხო, ჩამონათვალში როცა ხდებით, რომელი ტიპის ბავშვი შეიძლება განეკუთვნებოდეს რისკ ჯგუფს, იქ იწყება რომ გარემოში სადაც
ბავშვის გარემო, სადაც მრავლობითი სახით იყო თქვა ესეთი ინციდენტები. ხო, მივდივართ ისევ იქამდე, რომ იმდენად ინდივიდუალურია ყველა ადამიანი, რომ შეიძლება ის ბავშვი, რომელიც ძალადობრივ გარემოში იზრდება და პირიქით მოტივირებული გახდეს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაიცვას ყველა და ყველაფერი. ისეთი სფეროც აერჩიოს, რომ იყოს თქვა უფლება დამცველი, რა თქმა უნდა, შესაძლოა. აქ არის გასათვალისწინებელი გენეტიკური ფაქტორი, რომელიც რაღაცნაირად თითქოს იქით გაწეული, ხო? ეს გენეტიკური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ხარდამჭერი გარემო შეიძლება ბები აღმოჩნდეს ის, ვინც თვალი აუხილოს და გააცნობიერებინოს, რომ ის რასაც შენ უყურებ, ეს არ არის ჯანსაღი. ხო, ეს არ არის ჯანსაღი. მამა რომ ესე ექცევა დედას, ეს არ ნიშნავს, რომ კაცები ესე იქცევიან, ხო? მამა შეიძლება არ ექცევა სწორად, მაგრამ ზოგადად კაცები ესე ექცევიან ცოლებს, ანუ ვინ არის გამაძლიერებელი ამ ბავშვის, ხარდამჭერი ვინ არის, ხო? შემდგომ სხვა ველი, ხო, შეიძლება პედაგოგი აღმოჩნდეს ძალიან რესურსული და ისეთი თაბეჭდილებებით, ისეთი ღირებულებებით, ისეთი გმირებით გაზარდოს ბავშვი და ისეთი ავტორიტეტები შემოიყვანოს მის ცხოვრებაში, რომ მთლიანად გადააფასოს ეს ყველაფერი. ამიტომ აი ეს გზა, რომელსაც გადის ინდივიდი მუცლად ყოფნიდან შემდგომ, ხო, ზრდასრულობამდე, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაღაცას არ უდრის ის, რომ მე ძალადობის მსხვერპლი ვარ, არ ნიშნავს, რომ ავტომატურად მოძალადე ვიქცი, თუმცა რისკი მაქვს, იმიტომ რომ დედა და მამა, რომელიც იდეალია, ის იდეალი მთავაზობს ამ მოდელს და მე მგონია, რომ ეს არის ნორმა და მგონია, რომ ემოციების გამკლავების მექანიზმი არის ყვირილი და დარტყმა, იმიტომ რომ ეს მასწავლა მეცხოვრება, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს რაღაცა ბიძა, ჩემი კლასელის მშობელი, რომელმაც აბსოლუტურად სხვანაირად დამანახოს მე რეალობა, ხო? ნინო, თუმცა სამწუხაროდ ასეთ დროს მესამე პირის ჩართულობას ძალიან ბევრი უგულება უყოფს და უხეშადაც მიიჩნევს. ეს კიდე შერბილებული ნათქვამია. რამდენად აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, რადგან ამ თემას შევეხეთ, მოდი ესეც აღვნიშნოთ. რომ ამ დროს არსებობდეს ვიღაც, ვინც სწორად შეაფასებს რეალობას და მოგცემს სწორ გზას. დავიწყოთ იქედან, რომ ეს ვიღაც არის ჩვენი მხარდამჭერი რგოლი, ჩვენი თანადგომის ქსელი, ჩვენი ნათესავი, ჩვენი მეზობელი, ჩვენი მეგობარი და ასე შემდეგ. ეს ვიღაც, ხო? რა თქმა უნდა, რისკი არის, რომ ეს ვიღაც იყოს სუბიექტური და ჩვენ კიდევ საკითხავია ობიექტურები ვართ თუ არა სუბიექტურები ვართ, ცხადია და რამდენი პროცენტით ვართ ობიექტურები, ესეც საინტერესოა, ხო? იმიტომ რომ აღქმა თვითონ არის ძალიან სუბიექტური. როგორ აღვიქვავთ? რისკი არის ის, რომ მან თავისი სცენარები შემოიტანოს ჩვენთან, რა თქმა უნდა, ამის რისკი არის და არაერთი შემთხვევა გაგვიგია, ხო? რა თქმა უნდა. დედამ თილმასი, დედმა, მეგობრის დედამ და ასე შემდეგ, რომელმაც არ შემოიტანა კარგი ხაზი, თქვათ, განვითარების იმ ეტაპისთვის, რა ეტაპზეც ოჯახი იმყოფებოდა და ასევე არის საბედნიეროდ, არასაკმარისი, თუმცა მაინც არის ისეთი, ესე ვთქვათ, მომსახურების სფეროები, რომელიც უშუალოდ ორიენტირებულია ოჯახის გაძლიერებაზე. ეს არის სოციალური სამსახური, ბავშვთა ზრუნვის სფეროები, ეს არის ცალკეული სპეციალისტი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ოჯახის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა ვისწავლოთ სწორი მიმართულებით გადადგმა ნაბიჯების, როდესაც გვინდა რაღაცა კუთხით გაძლიერება, არა მეგობრის დედა, არამედ თქვათ ბავშვთა ფსიქოლოგს მიმართო, ხო და არა თქვათ მან თავისი გამოცდილება უბრალოდ გამიზიაროს. გამოცდილების გაზიარებაში არ არის პრობლემა. პრობლემა არის იმაში, რომ რამდენად დამხმარე იქნება ეს, ხო? რამდენად დამხმარე იქნება. ნინო, რა კავშირია ყვირილსა და ბავშვის თვითშეფასებას შორის? რა გავლენა შეიძლება იქონიოს ყვირილმა ამ კუთხით ბავშვს? თაკო, თვითშეფასებაზე ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს არის ის საყრდენი ხერხემალი, რომელიც ადამიანს ჭირდება ყველა ასაკში, მაგრამ აი ესეთი ხერხემალივით მყარი არ არის, ხო? ბავშვებისთვის კიდევ უფრო არ არის, იმიტომ რომ ჩვენი თვითშეფასება არის მე რა გამიკეთებია, რა გამოცდილებები მიღია, რაზე დაყრდნობით ვაკეთებ ამას და ეს ამხელა გამოცდილებები ბავშვებში არ არის და მათთვის ავტორიტეტი მშობლები, ზრდასრულები არიან ისინი, რასაც ისინი აწვდიან, პირდაპირ ვყლაპავენ, არ ამუშავებენ, არა აქვთ ეს გადამუშავების ნაწილი, მოზარდობას თუ არ ჩავთვლით, იმიტომ რომ მოზარდობაში უკვე სხვა ავტორიტეტები შემოდიან და რაღაცა ხდება გადმოტირიალება მთლიანად მათი ღირებულებების, ხო? ეს ამბავი რა გავლენა აქვს? გავლენა აქვს პირდაპირი და უდიდესი, რომ რომცა მიყვირი, მე არ ვარ სასურველი, მე ვარ ცუდი, მე ვარ ის რაც დამარქვი.
შენთვის მიუღებელი ვარ და აქვთ ზოგჯერ ესეთი პირობითი თვითშეფასება, რომ თუ კარგად მოვიქცევი, კარგი ვარ და თუ ცუდად მოვიქცევი, ცუდი ვარ. ხო, აი, რამდენი შემთხვევაც გინდათ, იმდენი ვიცი, რომ მე ჩემ პირად გამოცდილებებშიც მახსენდება, როცა ცუდ ნიშანს მივიღებდი, რამხელა გზას გავდიოდი, სანამ სახლამდე მივიდოდი, ხო? აი, სპეციალურად ავირჩევდი დიდ გზას, იმიტომ რომ რაღაცა ის ამბავი არ მიმეტანა სახლამდე, ხო? ანუ ეს რა არის, რომ აი მიყვარხარ მაშინ, როცა კარგად იქცევი, კარგ ნიშანს იღებ, როცა არა, ხო და აი ეს ნაწილი, რომ უპირობოდ მიყვარდე, ბავშვისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ფუნდამენტი. არ მომწონს შენი ეს ქცევა, იცის მან რომ არ მომწონს რომ დაბალ ნიშანს მიიღებს, თქვა, იცის რომ თქვა ვიღაცა რომ დააზიანა ის, მაგრამ შენ მიყვარხარ. შენს გვერდით დგავარ მიუხედავად იმისა, შენი ქცევები როგორი და რაფერია. მიუხედავად იმისა, გიყვირი თუ არა. მიუხედავად, ხო, და გამიჯნა ქცევის. გამიჯნა, ჩემგან გამიჯნა ქცევის, შენ ხარ უპასუხისმგებლო ადამიანი კი არა, ვთქვათ, მესამედ მიიღე დაბალი ქულა და მეწყინა, იმიტომ რომ შენ მეტი შესაძლებლობები გაქვს. ხო და არ მომახვიო ეს ჩემი ქცევა, მთლიანად არ პიროვნული არ გახადო ჩემი. აი, სხვათა შორის ძალიან საინტერესო მიმართულებას შეეხეთ, მეწყინა. აი, როდესაც ყვირილზე და ჩხუბზე ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმების შერჩევა, ძალიან რთულია. მე თავად ვარ მშობელი და ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია გააკონტროლო თავი და სხვათა შორის რაღაცნაირად ეს სადღაც ამოვიკითხე ფრაზა, რომ ბავშვები 3 წლამდე ნაკლებად იმახსოვრებენ და თითქოს ნაკლებად ელექებათ ქვეცნობიერში 3 წლამდე განვლილი პერიოდი თავიანთი ცხოვრების. ეს მითია თუ რეალობა, მოდი ეს ვთქვათ და შემდეგ დავუბრუნდები შეკითხვას. შინაარსები არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ემოცია. ემოციას აქვს. თავარი მაინც ეს არის. ემოციას აქვს მახსიერება. ხო? შეიძლება აი ეს ფრაზა არის, არ გახსოვდეს რა გითხრეს, მაგრამ არ დაგავიწყდება როგორ გრძნობდი თავს. როგორ შეგეშინდა, როგორ გრძნობდი იქ თავს. როგორ იგზენი თავი შეურაცხყოფილად და ასე შემდეგ. აი ხა ამომიტივტივ და მე მაქვს საბავშვო ბაღში, როდესაც შევდივარ, აი გწმიანებზე ხდები ცუდად და სულ მაქვს ეს ცუდად იმ გაგებით რომ აი მინდა რომ დავტოვო ის სივრცე, მინდა რომ დავტოვო, ხო და არ მახსოვს შინაარსები, მაგრამ აი დარწმუნებული ვარ რომ მაძალებდნენ წვნიანს ბაღში. ხო, ალბათ, იმიტომ რომ აი ძალიან მოქმედებს, არაფერი ისე არ მოქმედებს, როგორც აი წვნიანის სუნი. რაღაცა სხეულს ახსოვს ეს ემოცია. ხო, ამიტომ ვთქვათ, ამ ფრაზაზე დაყრდნობა, რომ ვერ იმახსოვრებენ ბავშვები, არ მოგცემს. არაფერი არ მახსოვს, მაგრამ სხეულში იწყება, იმიტომ ამბობ, რომ ემოცია არ არის უბრალოდ იმ მომენტში რეაქცია, სხეულში დარჩენილი რეაქცია, რომელიც სხეულს ახსოვს. დავუბრუნდები მაშინ შეკითხვას, ხშირად ძალიან გვიჭირს ჩვენი მშობლების ემოციების გაკონტროლება და გარემოებები ისე ლაგდება ხოლმე, რომ შეიძლება საერთოდ არც გვინდოდეს ბავშვს ვუყვიროთ, მაგრამ უბრალოდ ვერ გავუწიოთ თავს კონტროლი. აი როგორ გავუმკლავდნენ იმ მომენტში, როცა აი მოზღვავდება ეს ემოცია, რომ უნდა ვიყვიროთ. აი რა გავაკეთოთ მაშინ? ერთია რომ მე რაღაცა ბრაზი რომელიც მაქვს ამ ბრაზის კონტროლი ვისწავლო, ხო? შეიძლება ეს იყოს ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ანუ არის ეს რაღაცა კუნთების დაჭიმვა, მოდუნება, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ეს ტექნიკები რაც ალბათ ხელმისაწვდომია და პლუს კიდევ რაღაცა ქცევა, რომელიც მე მეხმარება ბრაზს გავუმკლავდე რა, ანუ ვიღაცა სახსალაგებს, ვიღაცა პიანინოს უკრავს, ვიღაცა ცეკოს, ანუ ბრაზის გამოხატვა ვისწავლო, ოღონდ ისეთი ფორმით რომ არ დავაზიანო ის დინო რეალურად ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ ეს ერთჯერადი ყვირილი, რომელიც შეიძლება შემდეგ უკვე ყოველწამიერ, ყოველწუთიერ ქმედებად გადაიქცეს, ასევე მრავალჯერადად უნდა დავცალოთ და დავხარჯოთ იმისთვის, რომ თქვათ რაღაცა ერთ კონკრეტულ მომენტში არ მოხდეს ამ ემოციის გამოვლენა? ბრაზის მართვა აუცილებელია, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, რომ არის ენერგია, ხო, ცეცხლი და ამ ცეცხლით შეიძლება დავწვა და ამ ცეცხლით შეიძლება პროდუქტი რაღაცა გემრიელი კერძი გავაკეთო, ხო? ის რომ ბრაზს ვერ მართავ, კიდევ ერთხელ ამბობ, ყველა სივრცეში, ყველა ველში მიშლის მე ხელს. ამიტომ ეს აუცილებელია, რაც მე უნდა ვისწავლო, როგორც მშობელმა, როგორც კოლეგამ, როგორც მეუღლემ და ასე შემდეგ.
აუცილებელია ეს მოცემულობა, იმიტომ რომ ვაზიანებლად შვილიდან დაწყებული ყველაზე ძვირფასი სხვადასხვა ველს. პირველ რიგში ალბათ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, მე თუ მასთან კონტაქტი არ გამომდის და ესეთი ურთიერთობები ჩამომეყალიბ და სოციალურამდე შეიძლება მივიდე ხო რაღაც გადავწყვიტო რომ ყველა ბოროტია და ყველას ვეზისხები და ყველა ჩემ წინააღმდეგ არის და ასე შემდეგ ხო ანუ საბოლოო ჯამში როცა ფსიქიკურ აშლილობაზე ვსაუბრობთ ფსიქიკური აშლილობა ძალიან მარტივად რეალობის დამახინჯებული აღქმა ანუ რეალურად თუ ყველა ბოროტია და ყველა ცუდია და ყველას ვეზისხები სხვა ტიპის ჩარევა შეიძლება იყოს ჩემთან მნიშვნელოვანი მოვითხოვო მხარდაჭერა იმიტომ რომ ნამდვილად ვართ მდიდრები თანადგომის ქსელით მეორეა ეს თანადგომის ქსელი როგორია იმიტომ რომ შეიძლება ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდეს რეალური მხარდამჭერი მივმართოთ სპეციალისტს იმ შემთხვევაში თუ ვფიქრობთ რომ ვერ უმკლავდებით დამოუკიდებლად იმიტომ რომ ვფიქრობ რომ არ არის ადამიანის სტატიური ადამიანს ნამდვილად აქვს ის რესურსი რომ თავის თავში განავითაროს ისეთი დედა როგორც მას უნდა რომ იყოს ისეთი თანამშრომელი ისეთი მეუღლე ხო ამიტომაც ვფიქრობ რომ ერთი რომ შეიძლება შეცდომა მოგდის მაგრამ ამ შეცდომის გამოსწორება ნამდვილად არის შესაძლებელი და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ არავის ისე არ უნდა ცვლილება როგორც თვითონ იმ ადამიანს რომელიც ბრაზდება და ის არის პირველი ვინც იღებს აი ამ ნეგატიურ უკავშირს მერე გარემოსგან შესაბამისად მე ვფიქრობ მოითხოვოს დახმარება და მიმართო სპეციალისტს ეს იქნებოდა კიდევ ერთი მხარდამჭერი მესიჯი მათთვის გუმრისი მადლობა ნინო როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო საუბარი და რა თქმა უნდა დრო ისევ და ისევ არასაკმარისი თუმცა ხო ისეთი საკითხია და მიმართულება ზოგადად ფსიქოლოგია რო რთულია 25 წუთში ჩადიო სათქმელი თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ის მთავარი მესიჯები რომელიც ამ მიმართულებით ჩვენი მაყურებლისთვის აღნიშნეთ მივა მათ ურამდე გუამდე გონებამდე და გაცილებით მარტივი თუ არა შემამსუბუქებელი იქნება ბავშვებთან აღზრდის მეთოდების კუთხით და გისურვებთ რომ იპოვოთ საკუთარ თავში ის ძალა რომ მართოთ თქვენი ემოციები წარმატებული მშვიდობიანი და პოზიტიური დღე